დილამშვიდობისას გეტყვით დილიდან, საინტერესოა რა. და მზად ვარ შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ცნობილი დილა, კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად. ამ შემთხვევაში ეს იქნება ცნობილი მსახიობი ჯაბა კილაძე. წავედით. ესე იგი, ერთგვარი გამომხნევებელი ვარჯიში გამომივა, იმიტომ რომ სანამ ჯაბამდე მივახწევ დაახლოებით 500 კილო დავიარო. თუ 6. დილამშვიდობისა ჯაბა როგორ ხარ? შენია როგორი? სულ ხასიათზე ვიყავ. ფანტასტიკური ხასიათი, просто ძალიან მეძინა. ცოტა-ცოტა. იმიტომ რომ გადავობი ორი ღამე, დაითვალისწინეს გახსნა იყო და. კარგად დაგეცინა. ხო. შენიერია. დილით მაღვიზარა გჭირდება რომ გაიღვიძო? არა, კი, გააჩნია. თუ აი დღეს მაგალითად დაგჭირდა მაღვიძარა, თუ მე ვიყავ. დღეს გამოდღეშენა, მაგარი მაღვიძარა. ესე იგი, შენი აზრით რამდენად სასარგებლოა დილას ძილი? იცი რა არის, ამბობენ საერთოდ არაო, მაგრამ ძალიან სასარგებლოა მინდა გითხრათ რომ გიждები. კი, აი როგორ კარგად ზინავს ხოლმე არის. გააკურდო. ხალხი არის ყველა ესე ძირითადად შოუ ბიზნესის წარმომადგენლები. ტობა აქტიური ღამის შემდეგ. თან ძალიან დავიღალე ეგვიპტეში, იმიტომ რომ ამძინებია საერთოდ. ხო, ცნობისათვის ახლა ჩამოვიდა ჯაბა ეგვიპტიდან, გელოდებოდის. ეს დავდიოდი იქ, იმიტომ რომ ხო რა მითხრეს კონსულმა ჩვენმა, ეს მითხრა, აქვს იქ ხალილ რაღაც ბაზარი, რომელიც საშინელად დიდია და ახლა ქუთაისის ხელაა ბაზარი მარტო და არჩევო თეთრებიო ვინც ხართო ნამედანი ერთად ნუივლითო. და რატომ მეთქი და მე რატო გამოხდება ალლაჰ აკბარ და ფეთქდი გონს მართლა ეს არ არის რატომ ხო გაია. და მეთქი რა აღარ შევდივარ, არა უბრალოდ შევდივარ არ არის პრობლემა, просто ალლაჰს რო იტყვის რომ გაიქეციო. აკბარზე შეიძლება გაასწრო. აბდექი ეს მივიგე ზაგარი. გავიგეთე მასკი როკა, ანუ აი ეს რაღაც კუდი ცნობდა ვერავინ, რა ცნობდა. არა, არ დაიჯერო, მაინც ცნობდნენ. მაინც გცნობდნენ, ნუი. არა, როგორც ტურისტი. ეს არის ჯაბა კილაძე. არა, იცი რას მეძახდნენ? ალიბაბას. ალიბაბა. ოღონდ მართლა, კარჩ იქ თურმე თავი ვერ მივხვდი რა, ალიბაბა რა პონტია მეწყინა და ასე. მერე კია თურმე საწყენი, იმიტომ რომ ალიბაბა ხო იყო ყაჩაღი. ხო. ეგვიპტეში რომ მიდიოდი მითხრეს რომ ფასო რო გეტყვიან რომ მაქსიმალურად ევაჭრეო. თორე რომ შეიძლება დაგარტყას ესე ვარ უყურთ ვარ ევაჭრებიო და 100 პაუნდს რომ მეუბნებოდა 5-ად ყიდულობდი ხოლმე. გამიგინე და მე დამზადე თელეფონზე ალიბაბა ხარ რომ მეუბნებოდი ყაჩაღი ხარ. ვაჭრობაზე გამახსენდა დილას ბაზარში თუ გივაჭრია. რა სისულელია. ჯემიძლია. სადმე თუ გივაჭრია ხიდზე? ხიდზე? ხიდზე როგორ? არ ვიცი როგორ. არა. არა. ერთადერთი იმაში რა ქვია, სადმე თუ არ წასული მაღაზიებში ფანტასტიკურად. მაღაზიებში ვაჭრობ. უცხოელებთან ჭრის ენა იმის დედავატირე. აი ეს არის გინოცალი, ესეთი. აი საინტერესო რაღაც კითხვა მაქვს შენთან. სიზმრები გესიზმრება? კი. ეგვიპტეში განსხვავებული სიზმრები გესიზმრებოდა ჰავიდან გამომდინარე და საქართველოში განსხვავებული თუ არა აქვს? სხვათა შორის ეგვიპტეში არც მახსოვს ამის სიზმრებოდა, უშუალოდ ამის სიზმრებოდა თუ არა, ეგეც არ ვიცი. დაჯექი? ტრენაჟორია? დავჯდებით. ხო და ეხლა ამას რა თქებს თორე რა დილა ესე იწყება ყოველ დღე ეგვიპტის შემდეგ ხო ესე? არა ესე просто ამას ვიმარიაშები. დილა სად შემიძლია დილით ამის მოწევა კატასტროფაა. ვარჯიშობ თუ არა? არა, არ ვარჯიშობ. საერთოდ? არა. მეტყოლებაში წავარჯიშობ? არა. სუნთქვაში? არა, არაფერში არ ვარჯიშობ, აი თითებსაც არა ვარჯიშებ? ეს ფაქტიურად ჩემ ვარჯიში არ გჭირდება, იქიდან გამომდინარე რომ იხილა მაყურებელმა მოკვა კიბეები, სანამ შევიდით და პულზე თუ ჩადიხარ ალბათ დილას. იცი რა არის, მარტო იმ შემთხვევაში ჩავდივარ თუ პური არ არის. ვიღაცამ არ ამოიტანა და დაავიწყდათ. ხო, თუ აქვს, მე მგონი არავინ არ ჩადის ის. ხო. და თუ მარტო ვარ ხო, საერთოდ კატასტროფაა, იმიტომ რომ ჩავიდე პურზე ამოვიდა, მე რაღაც დამავიწყდება, კიდე უნდა ჩავიდე, იმიტომ რომ შეიძლება. ერთადერთი დილას რაც ჩემს უმთავრესია რომ გავიდე და ერთ ჭიქა ყავა დავიდე.
ანუ ყავით იწყება. ყავთ ვარდაული მომწევი. კარგი, სად ინაცვლებ მას შემდეგ რაც გაიღვიძებ შენთან? სად ინაცვლებ და უკვე ჩემი ოჯახის წევრებთან. ყავა შენი თავზადებ? მეტი საქმე არა მაქვს. მაგვიძარა ძალიან მალე დაგიბრძანოთ პირდაპირ ეთერში და შევიწყობ მიზადებს ყავას ჟაბას. მარტო ყავას არ ჭამ. დილაშვიდობისა, გვაინტერესებს ვინ ამზადებს ყავას დიდით, თქვენ ხომ? ჯაბას დედიკო ამზადებს ყავას? ხანდადიკო და ხანმამიკო. ხანდადიკო და ხანმამიკო, შენ თარიცი მომზადება? კი, ხანდახან მეცოს ზოგიერთი გაუჭირდა. ამაზე იდეა ჯობია რომ გამიმზადო. საუზმე? მე გავაკეთო? არა. არა, იმიტომ არასე. ხო, მარტო რო პირი ხარშავ ფანტასტიკა. ანუ დილა პირმანი იწყება? აი, გიგეთებთ ბლინჩიკებს. რამდენად სასარგებლოა რჩევარობის მაყურებელს დიდი საუზმე თუ ყავით დაიწყო დილა? ასე ჯამთელი ადამიანები დგებიან, არჯიშობენ, დარბიან, მოდიან, რაღაცა ჩამოდიან ჩდებიან, დგებიან. ჩვენერი პათოლოგი ხალხი დგებიან, ეგვიძებს გვიან სოს, ყავას ეწევა, სიგარეტს. ასე რომ არჩევანი ზღვაზე თუ. აი, ძირთად ყველა დილა გამოდის რა არ უნდა გააკეთოს მაყურებელმა დილას. ხო, ყველაზე შენი. არა, ეს მაგაში არის რაღაცა, იმიტომ რომ უყურებს ნორმალური ადამიანი ხდება რომ სწორად ცხოვრობს. ანუ არაჯამთელი ცხოვრები ცხოვრე, იდა თქვა. ხო. ღამურა. ჩვენთვის მაინც არის ვარჯიში? საერთოდ არ გივარჯიშია, როდეს მიცხოვრე. არა, ვარჯიშობ. აღი ვარჯიშობ. ოდ რაუწიო გასმოა. ბავშვობიდან გამოყვა ეს ვარჯიშები, თუ იცი სადო ტელევიზორში გაქვს ნახი, ან დაუშვათ სადმე. საერთოდ იცი. არა, საერთოდ რაღაც ფიტნესი მიტაზე და ფიტნეს ბოი. არა, მე ესე ფეხბურთს თამაშობ ხო. ვისია ეს ყველაფერი? არ ვიცი. ეს აიდან მოვიდა. აი, დილის გამამხნევებელი ვარჯიში იწება ქართული ხანჯლაობი. ქართული გამახნევებელი ვარჯიშია, ხო? ეს შემდეგ ყანწით გრძელდება. წარმოიდგინე რომ ას ყოველდღე ხელსურეთში და იმას ეს გადაობ. აი, ეს ცოტა შევანელოთ კადრი. სლოუში. ეს იყო ქართული გამახნევებელი ვარჯიში. აი, სამეს მისამეს ეს დგებიან. სრაგათ. ხა ისიც არის სასარგებლო, მაგალითად ეს ვარჯიში. ეს საერთოდ ყოფილა მე მგონი, იატაკდუმე. ხსნის, აი ხო ახალი ამდგარი ხარ და რა. ხო? ეს კონტექსტ. და კონტექსტ გეხსნე, ეს დადი ხარ. ფეხებზე რას გეხსნის? ფეხებზე საუბრობ. ფეხებზეც გიხსნის, იმიტომ რომ კარგად იმოძრავა. ხო? სასურველი. არ მიყოს მაღვიძებო. აი არ გიყავს რომ გაღვიძებ. მეზობელს თუ გაუღვიძები ხარ როდეს. არა, დრო იციან რომ ძალიან მიყოს დიდი და და მინდა გეძებს გაბაზრდა. მე კიდევ ერთხელ მინდა ვაჩვენო მაყურებელს სეზო, სადაც ცხოვრობ და თემა მოიტანა. კოლორიტული, ხო? სეზო ფეგმესო, პავა უნდა დავდიო. დაახლოებით ყველა ადამიანმა, ვინც აქ ცხოვრობს, იცის რომ ძიერიო. ყველა ადამიანმა იცის თითქმის რომ მოსაძე იღვიძებ, იზინებ, გიყვარს თუ არა, ძიმი უნდა გაგაღვიძონ თუ არა, იმიტომ იყო ეს ხუმრობა წერან, ხო? ანუ არ გიფრთხილდებიან, მაინც ხმაურობენ. იცი რა არის? ისეთი ისა გვაქვს რა, ყველა სხვა უყვარს, სულ ხმაურია, სულ რაღაცაა და ისეთი მიჩვეული ვარ. აი სადმე რომ ვრჩები ხოლმე, ხო ისეთ დახურულ სივრცეში. ისი დედას ვერ ვძლებ, მე მართლა ვერ ვძლებ. არა, კი მეშინია, просто ახლა მგონია რომ კამერაში ვზურდა, რა ეს ისეთი რამე. ურთიერთობა. ყველას თვალწინ ხდება ყველაფერი, ხო? ხო, ხა პლატეგრეც არაა, მაგრამ იდეაში ასე. მეზობლები თუ ყავს, რომლებიც გამოდიან ძილით აივანზე და ვარჯიშობენ. შენგან განსხვავებით. კი, ერთი მანიაკი იყო. აი, ცხოვრობდა.
ესე დღეს გამოდიდა 100 დგებოდა და გეტყვი რამდენს 500 თუ 600 საკეთებ და აჯიმანიას ესე მე გამოვიდოდი, ჩავიდოდი, გამოვიდოდი, მოვუწევდი. სიგარეტით ხო გამოჩავდი რა, ის კიდე არ გეცდია მიგებაცა როდეს მე გვერდზე მიდგო. ხო, მოსულაში ხო გადაგიღონია მავთული. ეგეთ რა დამემართებოდ. აუ, ერთხელ შემოდიოდა ყოველ დილით რის ნახევარზე და ყოლოდა ბულიკები ხარდა. იცი რა საშინელება იყო რომ გძინავს ამერე თან მაინც ისეთის ის ბულკები ხარდა სახურავი მაქვს ფანტასტიკური საზაგრაოთაც კიდე ზაგარსი რა დილო არა მე არ ვიგებ ზაგარს ეს ეგვიპტის წამოყვა რა შეიძლება იდეაში მომეწონა ეხლა ნახოთ განვიხილო ეხლა მოგივიდა ხო ეგ აქ იგდა ხეორი და ესე მოჭრეს და უცებ ხედი გაიჩიტა პირველად ნახე დილასთან ხედი ხო რამე უხურებს აი შენ რა გაიგო რამე დამსახურება აი ხარ ბასეინი ოღონდ ეხლა ნაძვნარშია ჩაფენილი მართალია მაგრამ იდეაში ბასეინია აი ხედავ დილას რა სარგებლოა ფიქრი ძალიან ბევრი კარგი იდეა მოსდის ადამიანის თავში და უბრალოდ იფიქრეთ და კარგი აზრი მე მგონი ეს ფარიკაობის დამსახურება ანუ იფარიკავეთ და მაგვიძარა დაგიბრუნდება ძალიან მალე პირდაპირ ეთერში რატომ მომეძარა? ეს ვაგრძელებთ, უფრო ზუსტად ვარკვევთ, როგორი დილავს შეაბას დილას. თევზებიც გვანან მე ძილის და შეხედე გინახე და ყურებს თევზ ამ დროს. ესე ჩენგავს, ხო? ეს სხვა ვარკვევა. მე მაბატიეთ. აი ნახე გაბრაზდნენ რო გა. მიგვიძებენ მარტო ერთი ფუნქცია რომ ჭამონ შევდე თეატრია. აჭმე დილე თევზა შენაჭმე? არა, დედა. ეს არის საჭმელი ამათი რა ამას რა აჭმევთ შემოდიოდა. აქ მიხდნენ ხო რომ უნდა აჭამო. აუ არ დაიჯერო რომ ყოველდღე და გზაზამტროები და ისინი მოხდება. ეს ეხა აუ გადამღები ჯგუფი მოდესო არისო დაკალითო. შეწვით. თორე არ დაიჯერო რა ბლინები ისე. ერთი რაღაც. პური. კაი შემთხვევაში ყველი. დაუშ, არ დაიჯერო. ყავის გარდა არსებობს კიდევ ისეთი რამ, რის გარეშე სახლიდან ვერ გახვალ თუ არ მიირთვიან და არა, მართლა არაფერი. იმიტომ რომ აი ყავაზე მართლა ისე ვარ რა, გამოგონდა ერთი ხალხო. ვერ ვხიზლებ. ხის განმავლობაში აღარ სვამერებ, ხო? აი ძალიან მეტად რომ მომიწიოს, რომ დავლიო. ვაფშე არ ვსვამ, იმიტომ რომ დილით ერთი ნესკაფე უნდა დავლიო და მე ყველაფერს გავაკეთებ. მანამდე ვარ. ესე იგი, განსაკუთრებული რეცეპტები არ გაქვს, აი დაუშვათ მე თაფს არ მიწვევდილას ან თხილს ან მიყვარს აი რა სტაფილოს წვენს ან ფორდოხლის წვენს არა, ერთი პერიოდი ვსვავდი ამ წვენებს გახეხილს რაღაც გახეხილ წვენებს, რავი რა იყო იმ წვენებს, არაფერი, просто გახეხილ წვენებს. ხო, ვაშს და რაღაცებს მიშეხავდნენ. ხო, გაწურული გახეხილ წვენები. გახეხილ. ეგვიპტეში ამ ყველაფრისგან როგორ იყავი რომ მოწყლი ყველაფერს, როგორი საუზმე ქონდა? ეგვიპტეში წარმოიდგინე, ქონდა რამხელა მაგიდა, იცი, აი იქიდან რო იწყებოდა, მთავრდებოდა იქ. შვედური. შვედსკი იყო რა. შვედსკი მაგიდა. შვედური იყო და იყო ყველაფერი ხორის ხორცის გარდა. თებშები იყო როგორ იცი, ესეთი. და იყო აი ასეთი და ყველა ჩვენ მარტო კარტელები იყავით აი ასეთი. ყველაფერს დებდით აუ გაწილეული ქონდათ. სასწაული იყო და იმდენს ჭამდით რომ ბაზენში რო ხდებოდით მე სულ ყველა ხო ის ბლოგ. ხვრინა? არა. თილში? არა, ისეთ კაი ძილი მაქვს. ფანტასტიკური. როგორ გიყვარს ძილი? საშინლად მოუსვენარი ვარ, აი ხوارი რომ დაწვევიან და ერთი იმაში დადებენ თავს და ესევე იგვიძებენ. მე რო გიგვიძებ ხოლმე ჯერ ხო ზეწარი ხო სწორად ქართულად აი ესეა და სადვარ მე თვითონ არ ვიცი ხოლმე. მე ამყავს თიულია, იქ რო ვარ ხოლმე რო გძინავს და 8 საათი რო განხვიძებს ეს სუნდა. ცია მაგა ხო გიყვარს ხინგალი? 8 საათი ხინგალი არასდროს არ მიჭამე. აი დამიჯერე იქ შეჭამ, იმიტომ რომ იქ ჰაერია ბევრი ძალიან. და დილიდან ხინკლის ღარშვას იწყებე?
შუა დღეს მწვადი და საღამოს მწვადი ფასონებში ისეთ კონდა. ხერხული. აი, სად არის სპორტული ცხოვრება? ვინ გაცხოვრა სპორტულად თბილისში? არ დაიჯერო. აუ, ბურთი რატო არ მაქვს გავარჯიშებდი, მაგრამ სად არის? არა. ვიშავად ბურთი. ესეთი ეზო გაქვს ბურთი, როგორ არ იქნება ერთი. არა სპორტული ეზოა. ბავშვებო, ბურთი გააქვს როგვათ ხოვო? აჰა, ესეც ერთგვარი ჟანგბადია. დილას ეს ბოტანიკურ ბაღშია, შემოდის ხოლმე ჯაბა. ბურთს რა მომიტანენ ახლა კარგ ვარჯიშებს გაჩვენებთ სატახანში. დაგიბრუნდებით რამოდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში და კიდევ რაღაცებს შევეცდები გავარკვევთ ჯაბა კილადის დილასთან დაკავშირებით. კიდევ ერთ დილამშვიდობის და ჯაბას სახლიდან და მე აღმოვაჩინე ჯაბასთან ესეთ კვირის პალიტრა. აღმოვაჩინე მსოფლიო სპორტი. ბურთზე იმდეს ლაპარაკობდი, რომ მე მგონი შენ გეკუთვნის ეს გაზეთები, ხო? სპორტი. ეს კი და ესენი არა? აი ეს კანალა. კითხულობ ხოლმე დილას ეცნობი ინფორმაციას მხოლოდ სპორტზე? ნუ დავხსოვს გაზეთი. აუცილებლად. აი ხა ეს ფოტოშოპის ეს არ მომიტანეს, იმიტომ რომ ეს მიყვარს ახლა რეკლამაში ჩამოწყვეტო. ეს მიყვარს არიან ეს გაზეთი და ჩავედი და ამომიტანე. შენი ჩახვედი და ამომიტანე. ანუ ივარჯიშე. ვივარჯიშე. მუსიკას უსმენ დილას? კი, მუსიკა ძალიან მიყვარს. გააჩნია რა საქმეა. საერთოდ ძირითადად თეატრში გძევდება. რეპეტიცია, ჩარო მივდივარ. თუ არ გაქვს რეპეტიცია? თუ არ მაქვს არაფერი, ახლა იცი რა. დროზე. სიგარეტი. და მე გავქნავი, ამას ვიზავ. სეირნო. ჰაერზე გავდივარ. ბახში დიდი. ხანდახან როგორც თავებზე სეირნო. ხოლმე. გავდივარ. გამაგარია წარმოიდგინე სადმე რომ ჩადიხარ ხოლმე ახლა. და სულ რომ ქუჩაზე ისე იყო, ხო? ხო და სტამბოლში ტაქსიმზე გავიქცეთ ვისეინად და მე მივხვდი რომ ნუ ვიღაცას რო თხოვ იქ კარგად ფეხმოკიდებულს რო გამასეინე მაგარი უხერხული ერთ წამში არ მოვიდეს და რუსთავზე გამასეინე აი გეტი მომდია და წამო ტაქსიმზე თხოვია ვინმე ეს რუსთავზე გამასეინე არა საერთოდ მაგრამ ალბათ ვიღაცამ თხოვა გამასეინე რა რუსთავზე ჯაბა აი ეს მოვიდე ხოლმე ეს დგები და უბრალოდ გახარ ძალიან გათიშული რო ვარ. ხაჭა კარგავანზე. აი დგები. და ვერ ხვდები რა უნდა ხნა ხო პირველი. და ფიქრობ დავიწყო რითი წვერი გავიყვარსო, წვერი გავიყვარსო მიზანი. ნუ დღეს სახეს დავასვენ, მიზეს სოლიდურია, სახეს დავასვენ. და მე ესე იმან ხო მე. თვალში თიცეთი ვიღიში გამოდი. ანუ ზარმაცი ხარ. დილას ზარმაცი ხარ. ხო, მაგარი. მე რა თან თუ ეს რამდენი ხანი ჯერ ეს თიცის ველა ხო ბასეინში რო თიც ყოფე კარგად რომ გახეხავ შემდეგ უნდა დაფერთხო კარგად აი საუბრობელი გაიმშრალო ხო არა კარგი იმიტომ რომ სოკო იცის თუ ეს ველა მე არა სან კარგად დაწო ცოტა უნდა თვალებში. იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა თვალებში დილის წყალი. საპონი არ დაგჭეს, რომ მე თვალებში გამოიწვა. დილის წყალი არის აუცილებელი. აი ასე გარშემო კარგად უნდა დაიხსნო თვალები. მე რას ვაკეთებ? მე მგონი იხეხავ. გაჩნია სად მიდი. ხო, რამდენად საჭირო. პრინციპში მაინც დაისრება რა. ასე რომ არ არის. ურებს თუ იწვიდა. არა. არა? უი, კი. ისე, სპონდა. კი, ვაფშე იდეაში კი. აი. ესე? აჰა, ეს ერთი. ეს მეორე. ოღონდ ეს საზრუელია გაიყოლოთ. გაიყოლოთ არ. თუ ვინმე საჩუქო შემდეგ. მადლია, ხო? ყველაფერი ერთად როცა გინდა მოვასწრო, ესეც უნდა ქნა. სამოხა, როგორც გამოვეძებ, ისე დამაძინებ. ბოტანიკურ ბაღში ხარ. ხო, ეს ფოსფორებს რაღაცებს გამოყოფენ და კარგია, ერთღა ამას დავაჯექი. ძალიან ბევრი ვიყიდე. ძალიან ბევრი ვიყიდე. მოგზავნით.
მე მოვდივარ ხოლმე და რა ჩავიცვა, არასოდეს არ ვიცი. ყველაფერი მაგ დაკუჭული და გასაუთავებელი. აი ნახე, მე ყველაფერია დაკუჭული. ყველაფერი ეს სპექტაკლის კოსტიუმია. ყველაფერი დაკუჭული მაქვს ქვეყანაზე რაც არსებობს და სულ დავდივარ დაკუჭული. დედაჩემ დამძოს ხოლმე ესე უთოთი რომ ზედვე დამოუთავს და არ გამოსდის. კარგი, დიდი მადლობა ჯაბა იმისათვის რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ იმას, შენ გავატარეთ ჩვენთან ერთად. კარგად იყო. შენ, კარგად, აი რა კარგად გამაღვიძა. შეიძლება შეიძლება გამაღვიძა. დათო, ხო წავალ. კაი. პაკა. მიკროფონი გჭირდება. კიდევ ერთი დილა დასრულდა ცნობილ ადამიანთან ერთად. მე ხვალ კიდევ მოგესალმებით, მამა უწერას ეთერში. სიტყვებით დილა მშვიდობისა, კარგად.